იქ შემდეგ წავედით ახლობელთან წავედით ღამით, იქ გავათენათ. მეორე დღეს გავიკეთეთ აცრები, სანამ აცრები გავიკეთეთ, დაგვაგვიანდა ცოტა ნორმალურ სასტუმროში მოხვედრილიყავით და მივედით შეგხვდა სასტუმრო თელა. ძალიან კარგი ხალხი იყო, მაგრამ პირობები ისეთი მაინც და მაინც გადასარევი არ იყო. ამიტომ დაჩქარებული წესით ჩვენივე ძალებით მოვძებნეთ ბინა. იქირავეთ ბინა იმ პირობით, რომ მერიამ უნდა გამგეობა, უნდა ჩაგვირიცხოს ეს თანხა. ხელშეკრულებას დადებული გვაქვს, მითითებულია ხელშეკრულებაში თანხა და ველოდებით რომ მერიამ გამგეობა ჩაგვირიცხოს. როგორც ახლა გავიგეთ, 10 წლის აშენებული კორპუსია, ახალი კორპუსია და მაგიტო ვიყიდეთ ეგ სახლი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნებართვა არ ყოფილა მაგ კორპუსის მშენებლობაზე გაცემული, როგორც გავიგეთ. სახლის სტიქიის ზონაში არის სავარაუდოდ შეტანილი, ყოველ შემთხვევაში მას ეგვეუბნებიან, იმიტომ რომ განსახლებას ექვემდებარება. ანუ ჩვენი სართული ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით და შეიძლება მაღლა სართულები უფრო დაცული არის და არ იყოს განსახლება, არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ ჩვენი სახლი პირველი სართული აუცილებლად განსახლებას ექვემდებარება.